დილამ შვიდობის მოგესალმებით. მე ამ სეზონზე წელს პირველად ვხვდები მაყურებელს, ამიტომ მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და მივულოთ მათ შობა ახალი წელი და სად მოვიდოდი პირველად ახალ სეზონზე, თუ არა გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ჩემს უცვლელ მასპინძელთან, დოდო გვაზავასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების განყოფილების უფროსთან. დილამ შვიდობისა. შვიდობისა, მეც სარგებლობ შემთხვევით და საქართველოს მიულოცავ 2026 წელს. ქალბატონ დოდო, ტრადიციულად დავიწყოთ მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის მიმოხილვით და მოდი ჩვენი საუბარი გავხსნათ ასე რომ ვთქვათ მთის კურორტებით, იმიტომ რომ ახლა ყველაზე აქტუალური სწორედ ეს ადგილებია. მიმოვიხილოთ ბაკურიანი, ბახმარო, აგრეთვე მესტიაზე ვთქვათ რამდენიმე სიტყვით, გოდერძის უღელტეხილზე გავამახვილოთ ყურადღება, აქ როგორ ამინდს უნდა ველოდოთ, რამდენ გრადუსს და თოვლის საფარი რამდენხან შენარჩუნდება კიდევ აქ. რადგანაც ეს კვირა მთლიანად საქართველოსთვის არის ძალიან ცივი, თუ არ ჩავთვლით დღევანდელ დღეს შედარებით შენარჩუნებულია თბილი ჰაერის მასების მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის მთიან და მაღალმთიან რაიონებში. უკვე 13-დან კურორტებზე მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი, სუსტი თოვა შენარჩუნდება 15-16-ში და 17-ში უკვე გამოიდარებს. უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე რომ 14-15-16-ში განსაკუთრებით ღამის საათებში კურორტებზე და აგრეთვე მთიან და მაღალმთიან რაიონებში გაძლიერდება ყინვები და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია 20 გრადუსაც მიაღწიოს და 20-ს გადააჭარბოს. დიახ, რომელ რეგიონებს შეეხება, ვთქვათ, ხომ არ შეეხება ეს -20 გრადუსი, ვთქვათ, აჭარის მაღალმთიან რეგიონებს, როგორიც არის ხულო, ქედა, შუახევი, აი ამ რეგიონებზე რო გითხრათ. პროცესიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში მთელი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით 15-მდე მაინც ნარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, ეს 20 გრადუსი ჩვენ უფრო ვფიქრობთ ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან, რახან მოქმედებს უფრო კავკასიონის ჩრდილო რაიონებში, ეს არის მესტია, რაჭა-ლე ჩხუმი და მცხეთა-თიანეთის რეგიონში შესაძლებელია მაქსიმალური მინიმალური ტემპერატურა მიაღწიოს 20 გრადუსაც. აღმოსავლეთ საქართველოსაც გვითხარით რამდენიმე სიტყვით, აი მაგალითად გორი მიმოვიხილოთ, შიდა ქართლის რეგიონი მთლიანად, აქ რას უნდა ველოდოთ? აღმოსავლეთ საქართველოში შემოდის მცხეთა-თიანეთი, აქაც 13-ში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ცოტა ინტენსიური თოვა, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და გამორიცხული არ არის რომ ბაკურიანის რეგიონში იყოს ქარბუქები, შიდა ქართლშიც 13-ში უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი ნალექი უმეტესად თოვლის სახით და დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება, რომელიც შენარჩუნდება 14-ში, ეს გამოიწვევს 14-ში ინტენსივობის შემცირებას და აგრეთვე თუ გავყვებით ჩრდილოეთით მცხეთა-თიანეთის რეგიონშიც ეს 13 რიცხვი არის ყველგან თითქმის ინტენსიური თოვლით დამახასიათებელი იქნება ინტენსიური თოვა, რასაც თან დაერთვის დღის ბოლოს ქარბუქიც და უკვე 14-ში ყინვაც გაძლიერდება, ტემპერატურაც დავარდება დღის მაქსიმალური ტემპერატურაც და ნალექის ინტენსივობა შესაბამისად თოვა შესუსტდება. მაგრამ კვირის ბოლომდე მაინც მოსალოდნელია სუსტი თოვა ამ რეგიონებში. ძლიერი ქარი ახსენეთ და ხომ არ არის მოსალოდნელი ასევე დედაქალაქში და თუ არის მოსალოდნელი რომელ დღეებში ესეც რომ გითხრათ და 14-ში როგორც ვიცით ძველი სტილით ახალ წელს აღნიშნავთ ქვეყანაში და თბილისში დედაქალაქში ხომ არ უნდა ველოდოთ თოვლის შემთხვევით ამ დღეს. 13 იანვარს შედარებით ზამთართან დაკავშირებით თბილი ჰაერის მასები მოქმედებდეს იქნება და ამიტომ ნალექი უფრო წვიმის სახით არის მოსალოდნელი, ეს მთელი დღის განმავლობაში და უკვე დღის ბოლოსკენ მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. ქალაქის გარეუბნებში შეიძლება ქალაქთან შედარებით ძლიერი ქარი ქროდეს, რომელიც შენარჩუნდება 14-ში, მაგრამ უკვე 14-ში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს დედაქალაქშიც დღის მაქსიმალურ ტემპერატურაზე ვსაუბრობ და აქ არ არის გამორიცხული, სუსტო თოვა იყოს 14-ში ღამის საათებში. დედაქალაქში შედარებით ქარის ჩადგება 15-ში, 15 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარეს, ამიტომ 16-ში ღამით ყინვა გაძლიერდება და კვირის ბოლომდე დედაქალაქში მოსალოდნელია დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბალი. აქ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 3-5 გრადუსი იქნება, ღამით ყინვა შენარჩუნდება და არ არის გამორიცხული რომ სუსტი თოვაც გქონდეს 16-17 იანვარსაც.
მადლობა პროგნოზისთვის. მე ის გადამრჩენია რომ დაგემშვიდობოთ და ზუსტად ვიცით რომ მაყურებელი გაითვალისწინებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს რჩევებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ სწორედ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებოდით, სადაც სინოპტიკოსებმა გვითხრეს რომ მიმდინარე კვირა წინასთან შედარებით იქნება შედარებით ცივი, უფრო დაბალი ტემპერატურები არის აქ ნავარაუდები, რაც შეეხება დედაქალაქს, მოსალოდნელი არის ამ კვირაში ძლიერი ქარი და შესაძლოა რომ იყოს თოვაც ამასთან ერთად 14 იანვარს. მადლობა დილა რომ ჩვენთან ერთად დაიწყეთ, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ელენეს, იგი 13-ში ღამე ძველით ახალ წელს, მე მგონი თოვლით შევხვდებით. ტყუილად კი არ არის რომ საქართველოში ძველით ახალი წელი უფრო ახალწლობს, ვიდრე ახალი წელი და აგერ დედა ბუნებაც ადასტურებს ამ ყველაფერს. ძლიერი ქარი არ მომეწონა, მაგრამ თოვლი თუ წამოფიფქავს არ იქნება პრობლემა.